რეალ მადრიდის საქართველოში კიდევ ერთი უნიკალური შანსი ქართველი ბავშვებისთვის. 24-დან 28 აგვისტოს ჩათვლით ახალგაზრდებს აქვთ შესაძლებლობა მიიღონ ახალი გამოცდილება რეალ მადრიდის მწვრთნელებთან ერთად, რომლებიც მათ სამეფო კლუბის მეთოდოლოგიით ავარჯიშებენ. რეალ მადრიდის გემს ჩაატარებენ ჩემი ლატვიელი პარტნიორები, რომლებიც აქამდე ატარებდნენ თავიანთ ქვეყანაში. ჩამოვა რეალ მადრიდის აკადემიიდან მწვრთნელები, რომლებიც უშუალოდ მიიღებენ მონაწილეობას და ასევე დაეხმარებიან მინდა აღვნიშნო ძალიან პერსპექტიული ახალგაზრდა ქართველი მწვრთნელები, რომლებსაც ჩემი აზრით ძალიან დიდი მომავალი აქვს და ხელშეუწყობენ როგორც ესპანელ მწვრთნელებს კომუნიკაციაში, ასევე ბავშვებს დაეხმარებიან და იზრუნებენ იმაზე, რომ მაღალ დონეზე ჩატარდეს ყველაფერი. აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე მონაწილეების რაოდენობა შეზღუდული არ არის. რეალ მადრიდის გემში მონაწილეობა შეუძლიათ 5-დან 17 წლამდე ბავშვებს, რომლებსაც საჩუქრად გადაეცემათ სამეფო კლუბის ეკიპირება და რეალ მადრიდის ოფიციალური სერტიფიკატი. მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც ბიჭებს, ასევე გოგონებს, ასევე შეუძლიათ მოყვარულებს, რომლებიც შეიძლება ფეხბურთზე არ დადიან და აღიქვან და მიიღონ ეს როგორც რაღაც გართობითი ხასიათის კემპი, მაგრამ ფეხბურთელები, რომლებიც აკადემიებში დადიან, პროფესიონალურად უდგებიან ამ საქმიანობას, შეუძლიათ თავი გამოიჩინონ ამ კემპზე და აკვირდებათ მათ რამოდენიმე საფეხბურთო სააგენტო, როგორც ქართული, ასევე უცხოური და ასევე თავის წარმოჩენა ალბათ კარგი იქნება ესპანელი მწვრთნელების თვალწინაც. გარდა იმისა, რომ ეს კემპი ბავშვებს უნიკალურ გამოცდილებას აძლევს, ასევე არის შესაძლებლობა, რომ გამორჩეული ფეხბურთელებით საფეხბურთო სააგენტოები დაინტერესდნენ, რაც ევროპულ კლუბებში მოხვედრის დამატებითი შანსია. სხვადასხვა საფეხბურთო სააგენტოსთან ერთად ბავშვებს დააკვირდება რეალ მადრიდის კემპის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში, FIFA-ს ლიცენზირებული საფეხბურთო სააგენტო BPROGEO. შესაძლებლობას აძლევს იმისას, რომ პირველ რიგში ძალიან დიდ გამოცდილებას მიიღებენ, ივარჯიშებენ რეალ მადრიდის აკადემიის მეთოდოლოგიით, ასევე შეუძლიათ თავის წარმოჩენა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის ალბათ, როგორც აღვნიშნე, სააგენტოები დავაკვირდებით ფეხბურთელებს და ვინც მოგვეწონება, აუცილებლად დავიწყებთ მოლაპარაკებებს მათთან და მათ მშობლებთან და ასევე რეალ მადრიდის მწვრთნელების თვალწინ შეუძლიათ თავი ისე გამოიჩინონ, რომ აიყვანონ სკაუტინგზე და სამომავლოდ შეიძლება რაღაც დიდი ნაბიჯებიც გადაიდგას. როცა რეკავენ ეს კითხვა მშობლებს ნამდვილად დაგვთ, უბრალოდ მინდა რომ სწორად დაახსნა, ეს არ არის პირდაპირი ხასიათის ისეთი კემპი, რომელიც ფეხბურთელი თავს გამოიჩენს და ეგრევე წავა რეალ მადრიდში, ეს იქნება ცოტა გრძელი პროცესი, თავი გამოიჩინონ, ჩვენ ვიქნებით სააგენტოები, მწვრთნელები დააკვირდებიან და შემდეგ თავად მიიღებენ გადაწყვეტილებას, მაგრამ არ მინდა რომ შეცდომაში შევიდნენ, მათაც ვუხსნი, რომ პირდაპირი ხასიათი არ აქვს ისეთი, რომ რეალ მადრიდის სინჯები ეს არ არის, ეს არის საფეხბურთო კემპი, სადაც უნდა მიიღონ ძალიან დიდი საერთაშორისო გამოცდილება. აღსანიშნავია ისიც, რომ რეალ მადრიდის კემპი არაერთ ქვეყანაში ტარდება და საქართველოში მისი ჩატარება რამდენიმე თვის წინ გადაწყდა, რაც ქართველი ბავშვების განვითარებისთვის დამატებითი შესაძლებლობაა. ძალიან სწრაფად გადაწყდა ეს ყველაფერი. 2026 წლის დასაწყისში უკვე დავიწყეთ საუბარი კემპის ჩატარებაზე და ისე გამოვიდა, რომ 2026 წლის ზაფხულში უკვე კემპს ჩავატარებთ საქართველოში, უფრო ზუსტად კი 24 აგვისტოს დაიწყება და 28 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება კემპი საქართველოში. ეს კემპი ტარდება ლატვიაში, ტარდება ამერიკაში, ტარდება სლოვენიაში და კიდე რამოდენიმე ქვეყანა იყო, არ მინდა შემეშალოს და ძალიან მინდოდა რომ საქართველოში ჩატარებულიყო. ძალიან გამიხარდა რომ ჩატარდა მილანის კემპი, ასევე ჩატარდა ვილიარეალის კემპი, სპორტინგის კემპი და ზოგადად მივესალმები, ჩემი აზრით ძალიან კარგი რაღაც არის, როცა ქართველ ბავშვებს თავიანთ ქვეყანაში, თავიანთ ქალაქში შეუძლიათ მსგავს საერთაშორისო პროექტებში მიიღონ მონაწილეობა. რეალ მადრიდის კემპის საქართველოში ჩატარება მომავალშიც იგეგმება, რაც დამატებითი შანსი იქნება ქართველი ახალგაზრდებისთვის მიიპყრონ ესპანელი მწვრთნელებისა და საფეხბურთო აგენტების ყურადღება. პირველ რიგში გვინდა რომ ამ კემპმა მიიღოს ცოტა სისტემური ხასიათი, არ გვინდა რომ ეს იყოს რაღაც ერთჯერადი ღონისძიება, დიდი იმედი მაქვს რომ ინტერესი იქნება ქართველი ფეხბურთელებისგან, მშობლებისგან და მოგვეცემა იმის საშუალება, რომ უკვე სისტემატიური ხასიათი მივცეთ და ყოველ წელს ჩავატაროთ რეალ მადრიდის კემპი საქართველოში. მოუწოდებ მშობლებს დაარეგისტრირონ თავიანთი შვილები, აქვს ძალიან კარგი საშუალება, რომ მასშტაბურ დონეზე ძალიან დიდი გამოცდილება მიიღონ და მოხარული ვიქნებით. ველოდებით ყველას 24 აგვისტოს და იმედი მაქვს, რომ კემპის დასრულების შემდეგ ყველა კმაყოფილი იქნება კემპის ორგანიზებით და
კემპის დონით. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ რეალ მადრიდის კემპი თბილისში 24 აგვისტოდან 28 აგვისტომდე შატილის სტადიონზე ჩატარდება. მონაწილეობის მსურველებს რეგისტრაცია ეკრანზე მითითებულ რეალ მადრიდის კემპის ოფიციალურ ვებგვერდზე შეგიძლიათ. დამატებითი კითხვებისა და ნებისმიერი დეტალის გასაგებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ოფიციალურ გვერდებს სოციალურ ქსელში ან დარეკოთ ეკრანზე მითითებულ ნომერზე. ყველა საჭირო ინფორმაცია და ბმული ვიდეოს აღწერაშიც დაგხვდებათ. წარმატებები ვუსურვოთ ქართველ ბავშვებს. და რა თქმა უნდა, თუ მოგეწონათ ვიდეო, დაალაიქეთ, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარის ღილაკი, რომ არ გამოგჩეთ შემდგომი საინტერესო სიახლეები.